საქართველოს ევროკომისიის დასკვნისა და რიგის სამიტის მოლოდინში 21-22 მაისს გაირკვევა როდის და რა შემთხვევაში მიიღებს ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. მანამდე კი ქართველი მინისტრები ევროპელ კოლეგებს ხვდებიან. საქართველოში არსებულ ვითარებაზე, გატარებულ რეფორმებზე და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრეს ბრიუსელში. თეა წულუკიანი ბელგიელ კოლეგას და ადამიანის უფლებათა დარგში უმაღლეს ევროკომისარს შეხვდა. განხილული თემებისა და რიგის სამიტამდე ქართული მხარის მოლოდინზე იუსტიციის მინისტრი ბრიუსელიდან პირდაპირ ეთერში გვერდება საღამოშიდობისა ქალბატონო თეა გმადობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით. ქალბატონო თეა, დღეს თქვენ კოენ გინსსა, თქვენს ბელგიელ კოლეგას და ევროკომისარ ნილს მუჟნიეკს შეხვდით. რიგის სამიტის წინ როგორია ამ შეხვედრების შედეგი და როგორია თქვენი შეხვედრის მონაწილეთა გზავნილები ქართული მხარის მიმართ? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რიგის სამიტამდე არა მხოლოდ მე, არამედ მთავრობის სხვადასხვა წევრმა, საჯარო მოხელეებმა, ტექნიკურ დონეზე იქნება ეს თუ პოლიტიკურ დონეზე, კიდევ ერთხელ გავწიოთ ძალისხმევა ბრიუსელში თუ თბილისში და ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ევროკავშირს კიდევ ერთხელ შევუთანხმოთ სწორი გზავნილები და სწორი დასკვნები იმასთან დაკავშირებით თუ რა ტიპის რეფორმები იმ ბრიუსელის მიერ დადგენილ სამოქმედო გეგმის ფარგლებში გავატარეთ ჩვენ. თქვენ მედიამ, ქართულმა საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მთავრობამ თქვენთან ერთად ჩაატარა ძალიან ბევრი მასშტაბური და მტკივნეული ზოგიერთი რეფორმაც. ერთადერთი მიზნისთვის, რომ რიგის სამიტზე ჩვენ მივიღოთ დადებითი შუალედური გადაწყვეტილება, რომელსაც ზოგიერთი ტექნიკურ გადაწყვეტილებასაც უწოდებს საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე. ეს ორი სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილება, თუმცა შუალედური გადაწყვეტილების გარეშე, რომელსაც ჩვენ მოველით რიგის სამიტზე, რა თქმა უნდა, ვერ დადგება საბოლოო გადაწყვეტილება. რა განსხვავება ამ ორ შორის? მე სწორედ შუალედური დადებითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით კიდევ ერთხელ ვათანხმებდი სხვადასხვა ანალიტიკურ შედეგებს დასკვნაც, მათ შორის ბელგიელ ჩემს კოლეგასთან და სულ ახლახანს დღეს მქონდა შეხვედრა ევროკომისარი ავრამოპულოსის, რომელიც არის შინაგან საქმეთა ევროკომისარი ევროკავშირში, მის აპარატთან. რაზეა საუბარი? საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რადგან ეს არ არის რიგის სამიტის ფუნქცია წელს მაისში, რომ გითხრას, რომ საქართველოს მოქალაქეებს, იმათ ვისაც ხელში აქვს უსაფრთხო დოკუმენტი, ბიომეტრიული პასპორტი თუ ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც ასევე უსაფრთხო დოკუმენტია, შეიძლება რიგის სამიტის მეორე დღესვე იმგზავროს უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის მომდევნო საბოლოო გადაწყვეტილება, რაც არის საბოლოო მიზანი. მაგრამ რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით შუალედურ დადებით გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირი იტყვის, დიახ, საქართველომ ჩაატარა რეფორმები ის, რაც იყო მოთხოვნილი, როგორც ამას კულუარულად და თუ გნებავთ სალაპარაკო ენაზე საშინაო დავალებები ეწოდება, როგორც ეს გააკეთა თავის დროზე მოლდოვამ და თქვენ იცით, რომ მოლდოვის მოქალაქეები უკვე უვიზოდ დადიან ევროკავშირში და იტყვიან, ჩვენ ეს გვაქვს სწორედ მოლოდინი და სწორი მოლოდინი ეს არის და არა სხვა, რომ რიგის სამიტზე იტყვიან, რომ რეფორმები შესრულებულია, რომ წარმატებულად მიმდინარეობს საკანონმდებლო რეფორმების იმპლემენტაციის, ანუ პრაქტიკაში დანერგვა და რომ გზახსნილია უკვე ევროკომისიის და ევროსაბჭოს გადასახედიდან, რომ ინდივიდუალურმა სახელმწიფოებმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ჰოლანდიამ, პორტუგალიამ და სხვა ევროკავშირის წევრებმა ნელ-ნელა საქართველოს გაუხსნან საზღვრები და მოიხსნას ვიზის რეჟიმი, ანუ გახდეს ჩვენი მიმოსვლა უვიზო. რაც უნდა იყოს საბოლოო მიზანი, ხოლო რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ ბრიუსელი გზას გაგვიხსნის ამ საბოლოო მიზნისკენ. სწორედ ამას ეხებოდა ჩემი შეხვედრები, გზავნილები იქიდან ჩვენსკენ მომავალი არის საკმაოდ დადებითი, თუმცა დასკვნა, რომელიც აპრილის ბოლოს, მაისში უნდა გამოქვეყნდეს და უკვე გვეცოდინება საქართველოს რას ეტყვის ბრიუსელი საქართველოს რიგის სამიტზე, მანამდე ჩვენ ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას, სრულ სამუშაო რეჟიმს, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად საბოლოო დასკვნები შევაჯეროთ, შევათანხმოთ და საქართველოს თბილისმა და ბრიუსელმა ერთად გავხსნათ გზა საბოლოო წარმატებისკენ. სამიტის მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი მოამბეცდა საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს ბევრი სამუშაო აქვს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პერსპექტივა რეალური გახდეს. მან ასევე ორი ვარიანტი დაასახელა, რაც შეიძლება დეკლარაციაში მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ყველა პირობას ვერ დააკმაყოფილებს, შესაძლებელია, რომ დეკლარაციაში ჩაიწეროს კონკრეტული ვადა, როცა ქვეყანამ უნდა გამოასწოროს ხარვეზები. ქალბატონო თეა, რამდენად დიდი ალბათობა, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია
ადმინისტრაციაში აი ზუსტად აი ესეთი კონკრეტული ჩანაწერი მოხდეს. ჩვენ ორი რამ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ერთი არის ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი და მეორე არის ასოცირების პროცესი. ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის მიზანია ის, რასაც წეღან ვამბობდი, რომ უვიზოთ ჩვენ შევძლოთ მიმოსვლა ჩვენმა ტურისტებმა, სტუდენტებმა შეძლონ უვიზოთ მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო ასოცირების პროცესის მიზანია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. რა თქმა უნდა, ჩვენ გაწევრიანებაზე არც რიგი სამიძე არ ვსაუბრობთ და არც წელს არ ვსაუბრობთ საბოლოო მიზნის შესრულებაზე, რადგან ევროკავშირის წევრობა არის გაცილებით უფრო ხანგრძლივი და რთული პროცესი და სწორედ ეს ითქვა, რომ ძალიან ბევრია ამ მხრივ კიდევ გასაკეთებელი, თუმცა შთამბეჭდავია ის, რაც საქართველოს ბოლო 2 წლის მანძილზე შეძლო. კაპიტონია, თუმცა ედგარ რინკევიჩი ზუსტად ვიზა ლიბერალიზაციაზე აცხადებს, რომ იმისთვის რომ ეს პერსპექტივა რეალური გახდეს, აუცილებელია კიდევ ბევრი სამუშაო. ეს არის მისი პოზიცია. ბევრი სამუშაო იქნება, მაგრამ ჩვენ ვიზის მხრივ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში გვაქვს ძალიან ბევრი დადებითი შედეგი და ამ შედეგების აღიარებას მოველით რიგი სამიძე. მაგალითს გეტყვით. ის რომ ჩვენ მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმა განვახორციელეთ, ეს რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი კომპონენტი ვიზა ლიბერალიზაციის, ასოცირებისაც, მაგრამ ვიზა ლიბერალიზაციისაც. როგორ შეიძლება რომ რიგი სამიძე ითქვას, რომ მართლმსაჯულება საქართველოში არის საბოლოოდ რეფორმირებული, ეს ვერ ითქმევა, ეს არავის მიზანი არ არის ვიზის მხრივ ვიზის პროცესში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით რიგი სამიძე ასეთია რეალისტური მოლოდინი უნდა ითქვას, რომ დიახ, საქართველომ რამდენიმე ეტაპი მართლმსაჯულების რეფორმის განახორციელა და რომ წარმატებით მიმდინარეობს პროცესი საბოლოო მიზნის მისაღწევად უკვე ახლად არჩეულ ხელმძღვანელთან მართლმსაჯულებისა, რომ საბოლოოდ საქართველომ ძალიან ცოტა ხანში მიიღოს იდეალური ტიპის დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და პროფესიონალი მოსამართლეებით დაკომპლექტებული მართლმსაჯულება. ამ მაგალითით მე ვცდილობ გაჩვენოთ შემდეგი, რომ რიგი სამიძე უნდა ითქვას, დიახ, მიღწევები დიდია, დიახ, შესრულდა გეგმები და ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობა გრძელდება. ამას თუ იტყვიან რიგი სამიძე, ჩვენ ჩავთვლით საქართველოს, რომ ტყვირვადარგუშრომია, რომ უკეთეს საქართველოს ვაშენებთ და რომ ეს რიგაში აღიარეს და გზა გაეხსნა საბოლოო გადაწყვეტილებისკენ სვლას, რაც როგორც გითხარით არის უვიზო მიმოსვლა და თუ ეს ასე მოხდა რიგი სამიძე, საბოლოო გადაწყვეტილებასაც ვერაფერი დაუდგება წინ და ის თუ არა წელს გაისად მაინც მოხდება. კაპიტონია ედგარ რინკევიჩმა ზუსტად პრობლემურ მიმართულებად მართლმსაჯულება დაასახელა, თქვენც აცხადებთ რომ სასამართლოში აუცილებელია რეფორმები. აქვე მაშინ მაინტერესებს უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეზე კითხოთ, თქვენ იმედს გამოთქვამდით, რომ კოტე კუბლაშვილის შემდეგ სასამართლო ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგებოდა რეფორმატორი ადამიანი. როგორ შეაფასებთ ნინო გვენეტაძეს და ელოდებით თუ არა იმას, რომ იგი სასამართლო ხელისუფლებას მოქალაქეების მხრიდან დობის მიმართულებით აუმაღლებს რეიტინგს და დაასრულებს თუ არა რეფორმებს, რომლის დაწყებაზეც თქვენ საუბრობთ? მე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ქალბატონ ნინო გვენეტაძეზე. მე თავიდანვე ვთქვი, რომ მოხარული ვიყავი, რომ როგორც იქნა მართლმსაჯულებას სათავეში ჩაუდგა ქალბატონი, ეს ძალიან დიდი რამ არის ქართული დემოკრატიის მშენებლობის საქმეში, რომ ქალების მონაწილეობა ამგვარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პოზიციებზე იყოს უზრუნველყოფილი. ქალბატონ ნინოსთან მე იმედი მაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის, მას პირველი დღეები აქვს ამ მისიაში და ჯერ არ მოგვეცა შესაძლებლობა ჩემი მილინებიდან გამომდინარე, რომ შევხვედროდით და დაგვესახა საკანონმდებლო რეფორმების გაგრძელების შესახებ ჩვენი ერთობლივი სტრატეგია, რაც შეეხება მესამე ტალღას რეფორმის, რომელიც სხვებს შორის მისი მონაწილეობით შემუშავდა, მე უკვე ამ რეფორმის პაკეტით მომავალ კვირაში წავდგები მთავრობის წინაშე და შემდეგ დავიცავთ ამ რეფორმას ერთად, როგორც იუსტიცია, მთავრობა და მართლმსაჯულების ხელმძღვანელი პარლამენტში. ჩემი საქმე, მთავრობის საქმე არის ქალბატონ ნინოს და მოსამართლეებს მივცეთ კარგი კანონები იმისთვის, რომ შემდეგ უკვე ახალმა ხელმძღვანელმა შეძლოს პრაქტიკაში უზრუნველყოს მოსამართლეთა შიდა დამოუკიდებლობა, ინდივიდუალური მოსამართლე, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და ამ მხრივ პროცესი გრძელდება. ის ტალღები რეფორმის, რაც ჩავატარეთ მართლმსაჯულების, არის უკვე წარმატებული და ჩვენი პირობა, რაც დავდეთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პრინციპში
უკვე შევასრულეთ, რომ დღეს მოსამართლე არის დამოუკიდებელი, ამას თავად ბატონი კუბლაშვილიც კი აღიარებდა, რომ არასოდეს ის დამოუკიდებელი ამ ხარისხით არ ყოფილა თუ არა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოსამართლეების პროფესიონალიზმზე ზრუნვა, ჩვენ უნდა მივიღოთ არასრულწლოვანთა მარჩასაჯულების კოდექსი და უფრო ლიბერალური და ადამიანური გავხარდოთ სისხლის სამართლის სისტემა. ამას ჩვენ ვაკეთებთ ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რომელიც ასევე თანხმედრაშია ევროკავშირის მიზნებთან საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ ის რაც მე ახლა გრძლად მოგიყევით და თითოეულმა თქვენთაგანმა კარგად იცით, იმიტომ რომ ჩვენ ეს პროცესი ყველამ ერთად საქართველოში გამოვიარეთ ბოლო წელი ერთად, ხელი-ხელ ჩააკიდებულებმა. ბრიუსელმაც უნდა აღიაროს რიგის სამიძე და თქვას, რომ დიახ არის პროგრესი და რომ ბრძოლა უკეთესი საქართველოს მშენებლობისთვის საქართველოში და ბრიუსელში გრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ეს ევროკავშირს კარგად ესმის, რომ არ არსებობს ევროკავშირის ნათელი მომავალი საქართველოს გარეშე და საქართველოს არჩევანი არის ერთსულოვანი, ურყევი და ეს არის ევროპული გზა. მიუხედავად ამისა, ედგარ რინკევიჩის განცხადებით ისევ და ისევ რიგის სამიტის მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას მოვიშველიებ, არც მომდევნო თვეებში და არც მომდევნო წლებში ახალი წევრების დამატება ევროკავშირში არ იგეგმება. ესეთი არის პოლიტიკაო. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას? დიახ, ეს განცხადება მოვისმინე მეც და ეს არ ეხება ვიზა ლიბერალიზაციას, ეს ეხება გაწევრიანებას. გაწევრიანება ჩვენი ევროკავშირში არ იგეგმება არც წელს, არც გაისად, ეს არის ასოცირების გრძელვადიანი პროცესი. მე მახსოვს, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და საგარეო საქმეთა სამინისტროში სულ ახალბედა მისული ვიყავი, როდესაც ბატონი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი იტყოდა, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდებაო, როგორც ახალგაზრდა დიპლომატს, მიკვირდა, რატომ ამბობდა ამას მინისტრი, ჩვენ ხომ ამისკენ ძალიან დიდი გზა გვიძევს, მეთქი წინ ამას ვფიქრობდი მაშინ. მაგრამ ეს იყო სწორი განაცხადი და ჩვენ ეს გზა საქართველომ გაიარა, მივიდა ასოცირების ისტორიულ შეთანხმებამდე შარშან ივნისში და არანაკლებ ხანგრძლივი და რთული გზა გვაქვს, სანამ ევროკავშირში გავწევრიანდებით. არის იგულისხმა სწორედ ბატონმა მინისტრმა, როდესაც ეს თქვა დღეს, მაგრამ ვიზა ლიბერალიზაციის მხრივ წარმატება არის უფრო ახლოს, თუმცა ეს საბოლოო წარმატება არ არის მოსალოდნელი რიგი სამიძე, თუმცა არც ისეთი შორია, როგორც გაწევრიანება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ სრულად უნდა ვიმუშაოთ, კრიტიკული რამდენიმე კვირა დარჩა რიგის სამიტამდე, რომ რიგის სამიძე ბრიუსელმა თქვას, რომ დიახ, ჩვენ ტექნიკური დავალებები, რეფორმები, პრაქტიკა დავნერგეთ და შევასრულეთ და რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც აკონტროლებს საკუთარ საზღვარს და ეს შსს-ს დამსახურება. დიახ, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც აქვს საკანონმდებლო რეფორმები, მასშტაბური, დემოკრატიული და ევროპული, უსაფრთხო დოკუმენტები და ეს არის ჩემი პორტფელი და იუსტიციის სამინისტროს ფუნქცია. დიახ, საქართველოს აქვს უცხოელებისადმი სამართლიანი პოლიტიკა, რომლის უფლებამოსილებები აქვს ვიზების მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბინადრობების მხრივ ვინაწილებთ ამ უფლებამოსილებას გომელაურის უწყება და ჩემი სამინისტრო და ეს სამი სამინისტრო ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენ ვაკონტროლებდეთ საზღვარს, ვაკონტროლებდეთ მიგრაციას, გქონდეს უსაფრთხო დოკუმენტები, ამოძირკული იყოს ბოლომდე კორუფცია და დიახ, ეს ასეა დღეს საქართველოში. ამას მოწმობს არამხოლოდ ის რეიტინგები, რაც გვაქვს, არამედ ისიც, რომ სულ გუშინ, სულ ახალი ამბავია გამჭვირვალობის და კარგი მმართველობის კუთხით ახლად გამოქვეყნებულმა ინდექსმა საქართველოს უთხრა, რომ აღმოსავლეთ ქვეყნებში ევროპის საქართველოა წამყვანი კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის, საჯარო ინფორმაციის მთავრობის კონტროლის ხარისხით კუთხით და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წამყვანია შვედეთი. მე მგონი, რომ ეს არის ძალიან ლამაზი და კარგი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ერთად მივახციეთ ჩვენ. გაბრძანთია, ჩვენ დრო იწურება სამწუხაროდ კიდევ ბოლოს ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვათ. დიახ. მედიაზე მინდოდა კარგი მეთქვა და დავასრულებ. მედიამ და არასამთავრობო სექტორმა. ეს არის ჩვენი კოლექტიური მიღწევა. ყველასი, ვინც მუშაობს და ცხოვრობს საქართველოში, რაც არ უნდა ხანდახან ასთა სხვაობები გქონდეს. ამიტომ ჩვენ გვაქვს რეალისტური მოლოდინი, რომ ამ ტექნიკურ გამარჯვებას
რომ ტექნიკურად ყველაფერი შესრულებულია რიგაში ვიზეიმებს. შემდეგ უკვე ინდივიდუალური სახელმწიფოები გადაწყვეტენ წელს თუ გაისად გაგვიხსნან თუ არა საზღვარი. Kalbdontea რეიტინგებზე მაინტერესებს ორგანიზაცია არა ის ჯერ სოციოლოგიური კვლევების პოლიტიკური ნაწილის შედეგები ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა აქამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს შაჰ-ჩადათა შედარებით დობის რეიტინგი შემცირებული აქვს. მართალია პრემიერი მიიჩნევს, რომ რეიტინგები უსაქმურთა საქმეა, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, თქვენთვის რისი მაჩვენებელია ეს შედეგები? ცით რა, მე ბრიუსელში ვიმყოფებოდი, თვითონ ბოდიშს ვიხდი, ეს კვლევა არ მინახავს. თავად ორგანიზაციას დაუკავშირდი აქედან რომ გამოქვეყნდა თუ არა მეთქი და მართლაც ის მითხეს რაც თქვენ ბრძანეთ რომ დღეს ან ორშაბათს ეს ოფიციალურად გამოქვეყნება და რა თქმა უნდა მე მექნება შესაძლებლობა ეს შევაფასო მაგრამ ჩემი შეფასება არის იგივე რაც წინა კვლევებთან დაკავშირებით იყო ნებისმიერი კვლევა პოლიტიკოსისთვის არის ძალიან კარგი სამუშაო ინსტრუმენტი ამიტომ მე არც ერთ კვლევას არასდროს არ ვაკნინებ ხოლმე, რაც არ უნდა რაღაცაში ეჭვი შემეპაროს, რაც არ უნდა რაღაც მომეწონოს, არ მომეწონოს, მესიამოვნოს თუ არა, სამუშაო ინსტრუმენტი არის კვლევა პოლიტიკოსისთვის, სახელმწიფო უწყებისთვის. მე ველოდები ვნახო რადევს ამ კვლევაში იმისთვის, რომ თუ კი იუსტიციის სამინისტროსადმი მაგალითად ვივარაუდოთ, აღმოჩნდება, რომ ამ კვლევით არის ნდობა შემცირებული, რა თქმა უნდა მე ჩემ თავს კითხვებს დავუსვავ, ჩემ თანამშრომლებთან ერთად და ვიმუშავებ იმისთვის, რომ მომდევნო კვლევაში ეს იყოს გაუმჯობესებული. მე ყველა კვლევას აი ზუსტად ასე მშვიდად და კონსტრუქციულად უყურებ. ამიტომაც ველოდები ვნახო რადევს იუსტიციის სამინისტროზე თუ იყო კითხვა დასმული, რადევს მინისტრთან მიმართებაში ამ კვლევაში, ვიცოდე რა არის ტენდენციები. მე ციფრებს კვლევებში არასდროს ყურადღებას არ ვაქცევ, ყურადღებას ვაქცევ ტენდენციებს, არის კლება, თუ არის მატება, თუ არის კლება საქმეა გასაუმჯობესებელი, თუ არის მატება, რა თქმა უნდა თვითიმედოვნებას არ უნდა მივეცეთ და უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი. ამიტომ ტენდენციებისთვის ყოველთვის ნებისმიერი კვლევა ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის არის მნიშვნელოვანი. შემდეგ უკვე ციფრებზე მე არასდროს არ ვკამათობ, იმიტომ რომ ციფრები ცდომილი შეიძლება იყოს, თავად ინსტიტუტებიც ვინც ამას აკეთებს ამბობს, რომ იქ არის ხანახან 3-5% ცდომილება, ამიტომ ციფრები არ არის მნიშვნელოვანია. ტენდენციები და აღქმა ხალხისა თუ როგორ მუშაობს მთავრობა. ჩემ შემთხვევაში მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო მაინტერესებს ყველაზე ძალიან, რასაც კვლევის გაცნობის დროს დავაკვირდებ. დიდი მადლობა ქალბატონთია იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. წარმატებებს გისურვებთ. თეა ცულკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი საუბრობდა მოამბის მთავარ გამოშვებაში, რომელიც დღეს ამით დასრულებულია. დარჩით პირველ აღზე თქვენ წინ ზუსტად 22 საათზე ეკამიშოვაძის პირველი სტუდია გელოდებათ.